სახელთა მამისათა და დისათა და სულისათა მოგესალმებით ჩვენ გავშელდეთ საუბრებს აგრეთვე სამართალზე და გავიხსენეთ რომ ჩვენ ბოლო საუბარი ეხებოდა მეშვიდე მსოფლიო კრებას რომელიც ჩატარდა ნიკეაში ისე როგორც პირველი მსოფლიო კრება რომელიც ჰქონდა თავის მიზეზები თუ მსოფლიო კრების დროს ჯერ კონსტანტინოპოლის მშენებლობა დედაქალაქის მშენებლობა მიმდინარეობდა და ამიტომ არ იყო ადგილი სათანადო ამ კრებისთვის ხოლო მსოფლიო კრების დროს სადი უკვე საუკუნეები ხარ დედაქალაქი იმპერიისა დიდი სასახლეები და ტაძრებია მაგრამ ახლა მიზეზთა გამო რომ შესაძლოა ჩვენ უკვე ვისაუბროთ ეკლესიამ იყო რომ გადაეტანათ ეს კრება ისევ ნიკეაში და იქ გაეგრძელებინათ ეს ხდომები ამ კრების ეს ამ კრებამ განიხილა უთხროს ხატმებრძოლთა ძალებლობა ამხილა იგი და არაერთმა ეკლესიის მამამ გამოთქვა თავისი შეხედულება ამაზე მათ შორის ერთ-ერთი დიდი ღვთისმეტყველი ღირსი მამა იოანე დამასკელი რომელიც თავის დროზე იყო ხალიფას ვეზირი და მერე გადადა მოღვაწეობდა საბაგატოების ლავრაში დღესაც მისი სენაკი დაცულებული უპროსეს სენაკი გამოქვაბულია დეში ამოკვეთილი გამოქვაბული და თავი ასე კლეში ამოკვეთილი მაკინასოვი და საწოლი სულით ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა და ეს ესწრებოდა მიშნე მსოფლიო კრებას და სხვა ასე მამებიც ამიტომ ჩვენ თუნდაც გავიხსენეთ რომ იქ ქოშერის პატრიარქი გადადგომა არ უნდა და თავიდან ხარი დაუჭირა იმპერატორს მე როდესაც ამხილა მოუწე გადადგომა პატრიარქობიდან ასევე რომ ის პაპა ამხილა ეს ძალებლობა და თქვენ შესაბამისი აუგზავნა წერილი ეს იყო გრიგო მეორე პატრიარქი ანასტასი შემდეგ დადგენილი როდესაც გადადგა პატრიარქი გერმანე ანასტასი დადგა ხატმებრძოლთა მომხრე და იგი პაპმა ამხილა ეს მიდრე შიდა ბრძოლა მორწმუნე ადამიანის ზოგადად ეკლესიის დამკვიდრებით ხატების მიმართო ხატი არ არის კერპი და ამის რამდენიმე ჩვენ ნიშანი რა განსხვავება რა არის კერპი და რა არის ხატი ჩვენ ვისაუბრეთ და ამიტომ აღარ დავბრუნდებით ამას ხატი გამოსახულია სულიერი რეალობა კონკრეტული პიროვნება კონკრეტული ისტორიული მომენტი მოვლენა და რაც დაკავშირებულია ამ კონკრეტულ პიროვნების ცხოვრებასთან. ეს რეალობის აღქმა მხოლოდ სულიერ ასპექტში. და კერპი არის თითქმის გამოწვეული რაღაც არსებული არსებების გამოსახული და მათი თაყვანისცემა. და ხატთაყვანისცემა მის საფუძველი არის ჭეშმარიტ ღმერთის ერთი ღმერთის თაყვანისცემა. და მის მიერ აღსრულებული და ღვთისგანგებით სასწაულების ან მისი მადლით მოსული წმინდა მამების რომელიც ეკლესიის ისტორიაში ცნობილი არიან გაცხადებული თავის საქმიანობით და აი როცა ჩვენ ვახსენეთ იოანე დამასკელი და სხვა ასეთ მრავალი მამები და ბოლოს გადადგა ეს პატრიარქი ეს და პავლე და დადგა საკითხი რომ ვინ იქნებოდა პატრიარქი ღირსად ჩათვალეს და არ არის მაგრამ მანდატი პირობა ერთი პირობით რომ მოწვეულიქნა მსოფლიო კრება და ახალმა იმპერატორმა და დედოფალმა მოიწეს ეს კრება მანამდე აყვანა ტარასის დელტავრზე ხარისში და შემდეგ უკვე მისი პატრიარქად ინტრონიზაცია მოხდა.
აშიტას უბრალოდ წელს და მაგრამ ჩვენ აღვნიშნეთ თავისებურება საეკლესიო მსოფლიო ეკლესიების მსვლელობის ოქმების და კანონების განსხვავება არის რომ დოგმატური ხასიათის საკითხები იყო დამყვანი და განიხილდა კრებაზე, მაგრამ ამასთანავე განიხილდა შიდა საეკლესიო პრობლემებს, ურთიერთობებს, იერარქიებს შორის, ეკლესიას და ერს შორის, სამეფო კართან ურთიერთობა. და დრო ჩვენში მოქმედებს ადამიანის დაცემული ბუნება და ის ცოდვები ხელახად ბრუნდება ჩვენს ცხოვრების წიაღში. ეს არის პირისხობს აპარტავნება, დიდების მოყვარება, ვესის მოყვარება, პატივმოყვარება, ანგარება და ასე შემდეგ. ეს ყველა თაობაში არის და ყველა ადამიანის მეტნაკლებად, როგორც ადამიანის მოდგმის წევრს შორის არის ეს თვისებები, როცა ადამა და დედაკაცმა მისმა ძმმა ივამ მაცდურისაგან მიიღეს. რადგან გაიზიარეს მისი სიტყვები და დაემორჩინენ მის ნებას. ამ დროს ჩვენი ნებად გაურებულ მდგომარეობაში ერთი ღვთის ხატებიც არ ვარ შექმნილი და მეორე მხრივ შემოვიდა ჩვენში სასტური დაცემული ანგელოსთაგან და აი ეს შინაგანი ბრძოლა ადამიანში მიმდინარეობს. და თავისთავად ეს ბრძოლა საზოგადოების არის და ადამიანს უხდება როგორც საკუთარ თავდამსხმელად, ასე გარემოსთან კიდე. და თუ ძლევს თუ არა ამ სოფელს, ამ სასტურს, ამ დაცემას, თუ პირიქით აყვება მის კარნახს და იმას დაემორჩილება. ამიტომ ჩვენ ახლა აღნიშნოთ იმ კანონებს, რომლებიც განიხილა მის კრებამ და დაადგინა, რომ საღვთო კანონების დაცვა აუცილებელია. Vedot, rato აუცილებელი უცვლელი კანონებია, მაგრამ ცხოვრების კანონებია და კანონები, რომელიც საფუძველზე ხდება ადამიანის განთავისუფლება ამ დაცემული ბუნებისგან. ანუ მარადიული ხირებულების კანონებით ცხოვრება ზვანჭედ უპირატესობას. დარდაცული ბუნების კარნახს. წარმავალი და ცოლებადია. ამიტომ ნათქვამია სამღვდელო განწესება და წმინდა კანონები წარმოადგენენ დამოწმებასა და გზამკვლევსა იმათვის, ვინც სამღვდელო პატივის წილხდომილია. მათ სიხარულით შევიწყარებთ ჩვენს თვის ხმოვან დავითთან, ან დავით მეფსალმონი იგულისხმება, ერთად უმგაოდ ღმერთსა და ვამბობთ შენი მცნებანი გზაზე სიარულიები დიდი სიმდიდრეა. აი, ამიტომ ყოველი კრება ისევ და ისევ ბრუნდება ამ დაცული ბუნების გამოვლინებას ადამიანში, იმიტომ რომ ყოველ თაობაში ხელახლა მოხდა იგივე ხდება იგივე პრობლემების გადაწყვეტა. ამიტომ საჭიროა გახსენება, წინაკრებზე ამასთან დაკავშირებით კანონი იყო მიღებული და თუ საჭიროა კიდევ დამატებით ახალი კანონების მიღებაც ხდება. აი ამბობს ეს მეორე კანონი, რომ იმას უნდა მიიღოს ხელდასხმა ეპისკოპოსად ურყევის სიმტკიცე მოეთხოვება მას კანონთა დაცვაშია. დინაურ შემთხვევაში იგი ვერ იქნება ხელდასხმულია. ურყევის სიმტკიცე მოეთხოვება კანონთა დაცვაში. ამიტომ ეპისკოპოს კურთხევის დროს სანამ დაიწყება წირვა, ეპისკოპოსს მოეკითხება და თვითონ აღიარებს, რომ რომელ კანონებს მიხედვით აპირებს ის ცხოვრებას. და აი ამ ყველა მწვალებლობას ეს იქნება არიოზი, საველიოსი, მაკედონი, ნესტორი თუ სხვანი, მრავალნი აი ამის უარყოფა.
და მე დამტკიცება მართლმადიდებლური სწავლებისა. ეპისკოპოსი ევალება არა მარტო თავისთავად ზრუნვა უქისათი ცხოვრს, არამედ იმ სამდელო დასის, რომელიც ეპარქიაშია და შესაბამისად იმ ერის, რომელიც ამ ეპარქიაში მრევლს წარმოადგენს ეკლესიისას. შემდეგ კანონი ჩვენ ასე გავიხსენოთ, რომ საერო მთავრობას არ აქვს ეპისკოპოსის ამორჩევის უფლება. საერო მთავრების მიერ ეპისკოპოსის ლის ან დიაკონის არჩევა დაუმტკიცებლად უნდა ჩაითვალოს. იმ კანონის თანახმად, რომელიც ამბობს, რომ ეპისკოპოსი რომ დაიხმაროს საერო მთავარს და მის შემწეობით დაეპატრონება ეკლესიას, განიკვეთოს და უზიარებო იყოს ისის და მისი თანამონაწილე ნიცო. ვინაიდან ეპისკოპოსი უნდა აირჩიონ ეპისკოპოსებმა, ასე გასაზრდელი ნიკეის წმინდა მამათა კანონში და ასე შემდეგ ყლევის კანონებშიც ასევე. აი როგორ ხდება, რომ ჩვენ ახალს არ ვიგონებთ, ამიტომაც უკვე გამოცდილით არის მიღებული და საუკუნის მანძილზე ცნობილი იმას ვამბობთ და გმართებს დაცვამ კანონების თუ გვინდა რომ ჭეშმარიტად ეკლესია იყოს გზა ცხონებისა, კარის სასუფეველისა, როგორც მამები უწოდებენ მას და სახლი ღვთისა და რომელშიც განგება ადამიანის ცხონებისა ხორციელდება. ეპისკოპოსებს ეკრძალებათ ყოველგვარი მექრთამეობაო და თუ როგორაც ყოველ ადამიანს ეპისკოპოსს განსაკუთრებით. და შემდეგ ამბობს, ჭეშმარიტების ქადაგმა საღვთო მოციქულმა პავლემ კანონი მისცა ეფესელებს და მთელს ეკლესიო დარს. მიგიაოს ვესლი, ოქრო და სამოსელი არავისი არ ამდომებიაო. ყველაფრით გიჩვენეთ თქვენ, რომ ასეთი ღვაწლით უნდა შეეწიოთ უდლურებს და ნეტარად უნდა მიჩნიოთ მიცემა და არა მიღება. მიცემა და გაცემა თუ რამე გაქვს, შენ უნდა გასცე. რისთვის და ვის? აი ეპისკოპოსი ხშირად დადაში გინახავთ, რომ ეპისკოპოსი უგებენ ხოლმე, ბრძოლას პატარა ნაჭერს ნოხშტო ჩოგოს, რომელიც არწივია გამოსახული, არწივი რომ ქალაქის თავზე არის. როგორც ზევიდან ხედავს ყველაფერს, ანუ დიდი ფართოს თვალსაჩინო აქვს ამ არწივს, ასევე ეპისკოპოს მართებს ცოდნა რა ხდება მის ეპარქიაში. და დროულად რეაგირება ამაზე, რომ გამოსწორდეს ან კონკრეტული პიროვნება, ან რაღაც მოვლენის მიმართ სწორი დამოკიდებით ჩამოყალიბდეს. აი, ან სამუშო. ეს არის დომებია. ყველაფერთ გიჩვენეთ, რომ ასეთი ღვაწლით უნდა შეეწიოთ უდლურებს და ნეტარებს. მიცემა ან გაცემა მეტია ვიდრე მიღებაო. ანუ მუდმივად იმაზე რომ მიერთი მიიღო და ფიქრი იმაზე გაცემით, რომ მიღება იმის გეძლება ან გარკვეულ სიმდიდრე თუ შესაძლებლობა რომ გამრავლო სიკეთე ქვეყანაზე და ნიშნავს გეძლება უნდა გასცე. ხო, აი ანუ თავისებური გამტარი არის ეპისკოპოსი იმ გარკვეული შემოსავლების ეპარქიაში, როცა უკეთესი გამრავლდეს, მადლი გამრავლდეს, სიკეთე გამრავლდეს, განათლება იქნება, ქველმოქმედება იქნება, ზრუნვა გაჭირებულებისას ის და სნეულებისის თუ სხვა, აი ეს არის ეკლესიის საქმე. და ის შემოსავლებს არის ამას ხმარდება. აღშენებლობას, ტაძრების შეკეთებას, თუნდაც გამოზარდებას ზიანდება, ან გამშვენებას ხატებით, ან თუნდაც ზიანდა კედლის ხატრობა იმის თუ და ასე შემდეგ. მრავალი მიმართულება. და შემდეგ თუ ეპისკოპოსი ოქროს ან სხვა ნივთის ჩამოსართმევად, ან საკუთარი ნების გამო საშუალებას აუგზავნოს ჟამისებისა და ზიარების ასრულებას, ან ჩაკეტავს ტაძრის კარს, რომ იქ აღარ შესრულდეს საღვთო და სამღვდელო მსახურება,
ესე იგი, თავის მრისხანებას მიმართავს უგრძნობელის ან ტაძრის ნაგებობის, ესე იგი, მიმართ. ნამდვილად უგრძნობელია იგი, ემონება თავისონებას და სნეულება მიუბრუნდება მას, როგორც სახლთუხების და მოწმუთა გაწერის დამრღვევსო. როგორც კაცებჭელოსო, როგორ განაგოს ეს თოქროა ვეცხრია სადმიორთებს და ამას ერთად ტაძრის დაკეტვა დაუსაბუთებელი შეიძლება. ტაძარი მოქმედია, სათողდელი არის, მრევლია, იმის დაკეტვისა ეკრძალება სერვის კანონებით. ახსოვთ, როდესაც ეს ვირუსი გავრცელდა მსოფლიოში, რამდენიმე მასალ ქვეყანაში იერარქებმა მოითხოვეს, რომ დარჩით სახლში, დაკეტეთ ტაძრებია. ვითომ კეთილი საზრუნავია, რომ არ გავრცელდეს და ეს ვირუსი და არ გადაედოს საზოგადოებას. შემდგომში აღმოჩნდა, რომ ვირუსით მარტო იღოცებოდა ხალხი, არამედ იმ ვაქცინითაც კიდე ვინც მიიღო, თუმცა არ ჭირდებოდა მის მიღება წინასწარ დაცვის მიზნით და უცებ მოულოდნელად ხდებოდა მისი მდგომარეობის კატასტროფა გაუგრძელებება და მერე გარდაცვალება. მაგრამ ჩვენს რომ ვირუსი ვერ იცავდა ადამიანს. თებეიქის ხანდახან პროვოცირებას უკეთებდა სწორედ მდგომარეობის გადამძიმებას. და დღეს ევროპაშიც გაისმის ხმა, რომ ეს ვაქცინები არ იყო გამოცდილი კარგად და ისევ ფინანსების და კომერციული მიზნით მოხდა ეს ყველაფერი, მაგრამ ვის ისმინა ეკლესიის ხმა, რომ არ აყვენ ამას, არ მიცის პანიკას და კონილოთ იცხოვრო ეკლესიურად და ტირვალ ლოცვით დაიცვა თავის თავი და საზოგადოება ამისგან. იტყოდი, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ ვიცოდეთ ეს საერთო კანონებია. ეკლესია არ დაიკეტება. თუ ეკლესია ხალხისთვის არის. მორწმუნე ადამიანისთვის არის. და ეკლესიაში ეწევს ადამიანის ხსნას და გადარჩენას და არა სახლში ტელევიზორთან, სადაც ნახრად ნაყალბები ინფორმაცია ვრცელდება. ან მომხდარ გასართობი პროგრამები თუ სერიალები. რომელიც სულსაც არ მიმცემია და აშორებენ ღმერთს ადამიანს. შემდეგ ვიტყვი, რომ სასულე პირი, რომელიც აყვედრიან სხვა კლერიკოსებს, რომ ეს უკანასკნელი სამდორდაში უფულოდ არიან მიღებულნი განკანონის ღირსნი არიან. ხო? ამიტომ ზოგიერთი ყოველგვარი სასლიგარეში დამსახურებით არის სამდორდაში და ზოგმა ფული თუ ნასობობით თუ თავრობის ჩარევით მიიღო. და ვინც ეს არასწორად შემოვიდა, ისინი აყვედებენ, რომ თქვენ არაფერი მიგიცია და ეხლა ამით ტრაბახობთ, თვითონ თავი მოგაგთო და თვითონ წმინდანები ხართო და გაკითხო, რომ შენ ვერ გაუძლო. თუ სასტურს ოქროს და ვეცხვისა გაუძველი, შეიძლება აი ამ ცილისწამებას და დაცინვას და უსამართლოს ეცა ბრალდებებს ვერ გაუძლო და დაიწყო თავის მართლება, ამტკიცება, აღშფოთე, ან დაუპირისპირდე სხვა ადამიანებს, არა. ეგ ცოდვილს თავი აქ გადასარჩენი უნდა იყიდოს და მისი საშუალებით თუ შენ მასწავლი გებრძვის, რომ შენს დაეცე, სხვაგვარად არა უკლდვესეთ, არა პატივმოყარების გამო, თავმოყარების გამო, ან კიდე სხვა რაღაც მსგავსი ბრძოლების გამო, ვითომ ებრძვი ცილისწამებას და შემდგომში ავრცელებ ამ ცილისწამებულ ხმებს. აი ეს არის დაუშვებელი. და შემდეგ კანონი, ესე იგი,
სასიკვდილო ცოდვა არის, როდესაც ცოდვის მოქმედი ცოდვას ჩადის გამოუსწორებლად. ამაზე ვარისია თუ თანხედობით წინ აღუდგებიან ეთნოსახურებს და ჭეშმარიტებას. ღვთისმორჩილებაზე მეტად სცემენ პატის სიმდიდრის მონობას და კანონებრივ განწესებებს არ მისდევენო. მათში არ არის უფალი ღმერთი და თუ არ გამოიჩენენ თანდაბლობას და არ გამოფხიზდებიან ცოდვით დაცემისგან, მათ მოეთხოვებათ, რომ მიუბრუნონ ღმერთს და შეთუხებულნი გულით ითხოვონ შენდობა და ცოდვის მიტევება. ანუ ეკლესიის მისია ეს არის, რომ ადამიანი დაცემულ ცხოვრებიდან და ცნობიერებიდან და ღირებულთა სისტემიდან გამოიყვანოს და დააბრუნოს მარტო ღირებულთა სისტემაში, უფალთან ერთობაში იყოს. უფლისიაში ხედავს თავის თავს და განსათვლის ცოდვათა კონდეს ამის გამო. ეს არის ეკლესიის მისია და შემდეგ კანონია, რომ ადგილობრივი კანონების ყოველწლიურად შეკრების შესახებ, თუმცა არსებობს კანონი, რომელიც ამბობს, რომ წელიწადში ორჯერ არის საჭირო თითოეული სამთავროს ეპისკოპოსთან შეკრება კანონებისათვის, მაგრამ მეექვსე კრების წმინდა მამებმა ეპისკოპოსების მგზავრობასთან დაკავშირებით გაჭირების და სიძელის გამო დაადგინეს, რომ ყოველგვარი მიზნის გარეშე წელიწადში ერთხელ აუცილებლად უნდა შედგეს ადგილობრივი კრება. სადაც ითხოვს ორჯერ უკეთესია, მაგრამ ეხლა ყველანაირი ტრანსპორტი არსებობს. მანქანაც, მატარებელიც, თვითმფრინავიც, გემით, ყველაფერი ისეთი, რომ შეუძლია იაროს და ხელშემშლელი ფაქტორებით შეიძლება იყოს ის გამოთქმის, მაგრამ ეს არის მობილური ინტერნეტი და ასეთი კავშირები, კომუნიკაცია დღეს უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა ადამიანს და ვერ გამართლება ინსტიტუტის შორს ვიყავი და გზები გადაკეტილი იყო და მაშინ ჩართე მობილური და შედი შენ ძმებთან კავშირში და აუწყე მიზეზი რატო ვერ მოდიხარ, რატო გაგვიანდება, ხო? ანუ მაგრამ იმის გამო რომ შეიძლება ყოველთვის ვერ შეძლოს, ერთი კრება მაინც აუცილებელი არის. საეკლესიო კრება. აი, ეხლა შემდეგი კანონი ნახოთ. წმინდა მოწამეთა ნაწილების გარეშე განახლებულმა ტაძრებმა და ურთხევნო ეკლესიებმა უნდა შეივსონ ეს ნაკურნავანება. ანუ წმინდა ნაწილები, როცა ხდება ტაძრის კურთხევა, ანუ იქ უღარ დადგენილია იმ დროს ეს წესი, რომ წმინდათა ნაწილები უნდა აუცილებლად იყოს ჩართული მსახურებაში და წმინდა ტრაპეზის ნაგებობაში უნდა იყოს ჩადებული წმინდა მოწამეთა ნაწილი. ეს არის ძველი პირველ საუკუნის ტრადიცია, როდესაც მოწამეთა საფლავებზე დევნის დროს ასრულებდნენ სახურებას და წმინდათა ნაწილებზე, წმინდათა ნაწილებზე. მის თავი დასდოკვეს ქრისტესათვის, სარწმუნოებისათვის, ხო, აი ამათან ერთობაში ყოფნით და მათი მეოხებით და წინამძღოლობით უფალმა ისნოს ჩვენი, რომ ჩვენ ერთნი ვართ მათთან. რითაც მათ თავი შეჭირეს, ჩვენ იმავეს ვემსახურებით. ქრისტიანები ქრისტეს რწმენას და ქრისტესაც წამებულნი მაგალითად ჩვენთვის და მადლის მომცემი. გავიხსენებთ ესეთ ეპიზოდს, როდესაც ქრისტე მამა იონეს დაძნელი თაზე ავიდა, სადაც იყო საკერპო და ბომონები და თასაერი დემონები, ძალები მოქმედებდნენ. მან შეიმოსა წმინდათა ნაწილებით თავი და
ათიანთა ნაწილის გამო ვერ ეხებოდნენ მას ხორთი ძალები. ამ თავის ძალას კი არ ეყნო, აი მე ასე ძლიერი ასკეტი ვარ და ამდენი სასულიერო შვილი მყავს, სულიერი მოძღვარი ვარ, ამდენი ადამიანის არა. მაინც ადამიანი ვარ და თუ შეწინაზეცთან არ იქნება, მე მარტო ვერ გავუძლებ. ეს თანდაულობა აღიარება თავისად მუდლურების მიუხედავად იმ ღვაწლისა ასკეტური ცხოვრებისაც მას აქვს. ესეც არის, ანუ ასკეტური ცხოვრება ჩვენ ვსწავლოთ თანდაულობას, ვიძენთ თანდაულობას და ამით უფალს ვემსგავსებით. ისეთ ვართ მოწოდებულნი, რომ მსგავსებიცამებრ ღვთისა ვიყოთ ჩვენ. მანდომაც ეს კავშირი წმინდათა ნაწილებთან მართებს ღვთის. ასევე წმინდა მოწამეთა ნაწილების გარეშე განახლებულ მტადება ვთქვით და კურთხეულ კრისება უნდა შეივსონ ეს დაკლოვნება. შემდეგ კანონი გეუბნება, რომ არავინ არ უნდა დამალოს ქრისტიანობის სისწრაფე წალებათა წიგნებია. თავის სახლში არ უნდა დამალოს, იმიტომ რომ ისინი მაინც გავლენას ახდენენ. უნებიდან წაიკითხავს, ან გაიხსენებს და ის თვითონ უბრუნდება ისევ თავის დაცემულ გონების და დაცემულ სულების სალომოთრებებს. მახსოვს ერთხელ ჩვენ ერთ ოჯახში ხატი მივაბრძანეთ. ოჩას ოჯახის წევრებს არ იყო თანხმობა და სახლის კურთხევის დროს იქ აღმოაჩენთ პატარა ქანდაკება. რომელიღაც მხატვარს ჰქონდა გამოსახული დემონი. და სხვა ამ ნახატის მიხედვით პატარა სკულპტურა გააკეთა დემონის. აი ცბიერი თვალები, დამცინავი არაწმინდა გზნობების მონგრელი და ისეთ ოჯახის ერთ-ერთ გამოყოფილ ადგილას იყო დაბრძანებული. მე ვითხოვე, რომ სახლს კურთხევისას შეიძლება ეს ქანდაკება სადმე გავწიოთ. იმიტომ მე კი არ მიშლის, ის თქვენთან რჩება, ის თქვენზე მოქმედებს და ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა ეს რა გაუნათლებლობა, ეს რა ფანატიზმია, ესე იგი როგორ შეიძლება იყოს და მითხარი, არ შეიძლება რომ ორ ბატონს ემსახურა ღმერთსა და მამონასო. ეს დემონური სულები ემსახურენ სწორედ das კეთილგანცემლობას, ვერცხლის მოყვარებას, ამპარტავნებას, უგულისხმობას, დასცინიან ყველას და ყველაფერს. ეს ამპარტავნს უგუნის ყველაზე მაღალი და ყველაზე განვითარებული და გაცნობიერებული ყველაფერში და გარშემო მისი ფასი არავინ არ არის. აი ეს ამპარტავნების სული. ცბიერების, მზაკრობის. ეს გამოდის იქიდან და ის მოქმედებს თქვენ და ვერ ხდებით ამას. აი ეს არის კერპი. თქვენ ხედავთ მისგან რა ენერგიები მოდის. და რა შეიძლება ხელოვნების ნიმუშია. რასაკვირველია. დემონიც იყო ანგელოზი და ღვთის შემოქმედების ნაყოფია, მაგრამ მას ჰქონდა მოცემული თავისუფალი ნება და მას არჩევანი გააკეთა საპირისპირო და ის ძალები, როგორც მას ჰქონდა მოცემული ღვთისგან, საპირისპირო ღვთისა და ამოქმედეს ძალები თავისი თავნებობის და მიკერძოებული დამოკიდის გამო, როდესაც მან მოინდომა თავის გატოლება, თავის შემოქმედა, ქმნილება შემოქმნის როდის გაუტოლდება, არ ყოფილა ესე. და როგორც მეორე სამომის დამოთახში, როდესაც ის დემონი ახალ დახვედრება. არის საერთოდ ამოიღეს იქიდან მიხდნენ გასცემს არა ყოველდღიში არის ეს შემთხვევები ადამიანის თალგონეთო
მე ხელოვნების ნიმუშია ხო, მაგრამ რა იმპულსებს ხებულობ შენ იქნებ რომ მას უყურებ. სხეულის სილამაზით ტრფობა? იმაში გაყრება მიგიყონოს. თუ სხვა. ამიტომ ჩვენ კიდევ შემდეგ ამ წალებულთა წიგნებიც არ უნდა შეინახოს თავისთან. იმიტომ რომ ყველა ვერ დაიცავს თავს. არიან გამორჩეული მამები, იცოდნენ იმ წალებლობები. ის წიგნები წაკითხული ჰქონდათ, მაგრამ მათ ძალა ჰქონდათ, რომ მათი მხილების, მათი ცდომილების დანახვის და ჭეშმარიტი სარწმუნოების საფუძველზე მაგალითად მისცემთ როგორ უნდა იცხოვრო, როგორ უნდა მიიღო ან უარყო ეს სწავლები, რომ შენში არ დამკვიდრებულიყო. შემდეგ ესეთი კანონი იყო მიღებული. სასულო პირს არ აქვს უფლება დატოვოს თავისი ეკლესია და სადმე ეკლესიაში წავიდეს თავისი ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე. და თვითნებური მოქმედება არ უნდა ხდებოდეს და ზოგიერთი სასულო პირი არ დაგდებენ კანონებრივ განჩინებასო. ტოვებენ თავის ეკლესიას და კიდევ სხვა ეკლესიებში. უმთავრესად ღვთისმდაცვლა სამეფო ქალაქში კონსტანტინოპოლში უნდათ. დედაქალაქში უნდათ და რაიონში სოფელში არა და შენი მისია ადამიანი ღმერთთან მოიყვანო და სოფელში თუ ქალაქში რა მნიშვნელობა აქვს? და შენ თუ ქალაქში მაინდამაინც გინდა და სოფელზე უარს ამბობ, ისინი სიმპათიი მოყარება და ეს მოყარება გაწუხებს. და გარკვეულად ელიტარულობის შეგრძნება, რომ შენ აქ ხარ დედაქალაქში და არა სადაც რაიონში და სოფელში ხარი, გონია მივიწყებული ხარ, ღვთისმშენ დგეხარ და ღვთის საქმეს ასრულებ და მაგისის ხარ მოწოდებული და ამიტომ სადაც დაგადგინეს იქ უნდა იღვაწო. ეს არის საქმის კანონი. და ასე საეპისკოპოსებში და მონასტრებში აუცილებლად უნდა იყოს იკონომოსიო. ხო? ანუ იკონომოსი კეთილმოწესე, ვინც წინანდლის ხელმძღვანელობით მართავს იტადარს მონასტერს და თუ ეპარქიას. ხო? ეს მნიშვნელოვანი. ამიტომ არის უამრავი საქმეები, ესეთი ხორციელი მიწიერი ამ ქვეყნიური და ეპისკოპოს ყველაფერს ვერ გაცდება. ამისთვის არის დამხმარე მისი დანაშემწე, რომელიც საკითხებს აგვარებს და მერე კონკრეტულად კურთხევას იღებს ეპისკოპოსისგან, იმით როგორ უნდა წარმართოს საქმიანობა. აი ეს აქედან მოდის ეს იკონომოსის ხორციელობა ეკლესიაში. დიდი სასჯელის ღირსნი არიანო ისინი, ვინც მონასტრებში ერისკაცთა საცხოდ გადააქციესო. ხო არის, ვითომ კეთილშობილით რომ იხასთან მონასტრის ნამდვილია შეიწყარებს ერისკაცებს და მათ შემოხთ ერის საეროსული მონასტერში და ამით უფრო სხვებზე ცუდ გავლენას ახდენენ, ვიდრე თვითონ ცხონდებიან. იმიტომ ცხონება მოღვაწეობს სიტყვასა და ისინი მოღვაწეობის არ ეწევიან, იმიტომ უკვე თავის ვნებებში არის ჩაფლული და იმას ემსახურებიან და ამიტომ სხვაზეც ახდენს გავლენას. ვიღაც გაკითხვა შევა თუ ის მოსი ცხოვრობს, მოდი მე ცხოვრობ ესე რა მოხდა მერე. და ის არსობს კითხავს ის ცხონდება თუ არა. ის უბრძოლო თუ არა, ამას არ კითხულობს. ამით მაშინ დაცემული ბუნება კანახობს, რომ თუ შეხება შეიძლება მეც შეიძლება და მე ამართლებ კიდევ საცხოვრებლის გამრავლებას პირად ცხოვრებაში. ასევე უსო ვინც არ არის ხელდასხული წიგნის კითხულას, მან არ შეიძლება წიგნი კითხოს სამსამონზე ეს შეკრების დროს. ანუ ეკლესიაში ყოველი კურთხევით ხდება და კურთხევა არის ესეთ ის ქმედება, რომელთაც მტკიცდება ერთობა და მშვიდობა.
და ურთიერთსიყვარული და პატივისცემა. ურთხევა ღვთის მადლით ხდება და არა თვითნებობით. და ის კურთხევის გარეშე ყველაფერი გაკეთდება. აი ესეთი ჩვენ ჩავუთვალეთ არაერთი ეს კანონი და მე არ მინდა მეტად დაგავთ თქვენ და ეს კანონები დღესაც რეალურად მიღებული ეკლესიაში არსებობს და ნეტარია ვინც ამ კანონებით ცხოვრობს. მე თან დავუცებ და ხშირად გამოვთქვი.